ხარები ესწრებიან ხო ნათიოს ხდო? კი ბატონო. მოგახსენებთ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის აპარატის მედია მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე დაიწყო კომისიაში ადმინისტრაციული წარმოება ტელეკომპანია პირველის მიერ კანონმდებლობის შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. მოხსენებითი ბარათიდან ირკვევა, რომ დეპარტამენტის პერიოდული მონიტორინგის ფარგლებში განხორციელდა შპს ტელეკომპანია პირველის მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი ნორმების შესრულებაზე დაკვირვება. მონიტორინგს დაექვემდებარა რა მიმდინარე წლის 11 მაისიდან 13 მაისის ჩათვლით პერიოდში ეთერში გასული ახალი ამბების პროგრამები შერჩევითად. მოხსენებითი ბარათის თანახმად ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ მაუწყებლის მხრიდან ადგილი აქვს მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 54 მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევას, რაც აღნიშნული მუხლი გულისხმობს, რომ დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე დაუშვებელია მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიციის გამოხატვა. ამგვარი განმარტება ასევე გამომდინარეობს კანონპროექტის განმარტებითი ბარათიდანაც, რომლის მიხედვით იზღუდება მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში, აგრეთვე სხვა საჯარო პოლიტიკის საკითხების გაშუქებისას, თავისთავად გარდა საავტორო პროგრამებისა, პოზიციის გამოხატვა. კომისიის მიერ ყველა კონკრეტულ შემთხვევაში მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა ფასდება ინდივიდუალური გარემოებების ანალიზის გზით. ამ თვალსაზრისით მნიშვნელოვანია იმის დადგენა პოზიციას გამოხატავს თუ არა მაუწყებლის წარმომადგენელი და არის თუ არა გამოხატული რომელიმე პოლიტიკური პარტიის, საზოგადოებრივი, რელიგიური გაერთიანების ან სხვა ინტერესთა ჯგუფის მხარდამჭერი ან საწინააღმდეგო პოზიცია. კანონის 54 მუხლის მე-5 პუნქტით როგორც აღნიშნეთ, იგრძელება მაუწყებლის მიერ ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკურ პროგრამაში პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების ამსახველი ინფორმაციის ან საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. შესაბამისად შეზღუდულია არა მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის გამოხატვა, არამედ მაუწყებლის პოზიციის შესაბამისად პოლიტიკური ან სხვა სახის დაპირისპირების და საჯარო პოლიტიკის მიმდინარე საკითხების გაშუქება. მაუწყებელმა აღნიშნული საკითხების გაშუქებისას უნდა დაიცვას თვალსაზრისობრივი ნეიტრალიტეტი და რომელიმე მხარისათვის უპირატესობის მინიჭების გარეშე მიუკერძოებლად და ნეიტრალურად გადმოსცეს მოვლენები. მოხსენებითი ბარათის თანახმად მონიტორინგის პროცესში გამოვლინდა 7 დარღვევა. განსახილულ შემთხვევაში სადაო ფრაზები გამოთქმულია მაუწყებლის წარმომადგენლების ახალი ამბების პროგრამის წამყვანების, ჟურნალისტების მხრიდან. შესაბამისად ამ თვალსაზრისით კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას ის გარემოება, რომ ფრაზები მაუწყებელს შეერაცხება ცალსახად. ამავდროულად კანონი უდიდებს, რომ მაუწყებელმა ახალი ამბები მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. მოცემულ შემთხვევაში მაუწყებლის წამყვანები ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული ხსენებული ფრაზები მათი კონტექსტის, გავრცელების ფორმის, შინაარსისა და ინტენსივობის გათვალისწინებით წარმოადგენს სწორედ მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე ახალი ამბების გაშუქებას. გასათვალისწინებელია, რომ მაუწყებლის წამყვანები ჟურნალისტების მიერ წარმოთქმული სადაო ფრაზები გამოხატულია როგორც მათი საკუთარი მოსაზრებები და არა მესამე პირთა შეფასებები ან ციტატები. მაგალითებს წარმოგიდგენთ აღნიშნული დარღვევები, რომლებიც ასახავს აღნიშნულ დარღვევას, ცრუმოწმე პოლიციელების ჩვენებების საფუძველზე გასამართლებულები, ოცნების გამოძიება, ოლიგარქი, არარსებული დანაშაული. ეს იქნება უმძიმეს ფინანსური დარტყმა ივანიშვილის რეჟიმისთვის. ოლიგარქის პარტიამ ლიდერის დაცვას დღეს სალომე ზურაბიშვილზე თავდასხმით გადაწყვიტა და ასე შემდეგ. ეს გახლავთ მოკლედ საქმის არსებითი გარემოებები. მე ასევე მოგახსენებთ, რომ და ალბათ უმჯობესი იქნება თავენთი წერილობითი პოზიცია მოახსენონ თავად კომისიას.
მოგესალმებით. დიახ, ისმის ბატონო თორნიკა. პირველ რიგში ორ საკითხს მინდა შევეხო. პირველი ის, რომ ძალიან კარგია, რომ კომისიამ გაითვალისწინა ჩვენი მოთხოვნა და სხდომები ნიშნება შედარებით გრძელ ვადაში, იმიტომ რომ მომზადებისთვისაც იყო საკმარისი დრო და ამიტომ სწორედ ეს არის, რომ დღეს წერილობით პოზიციას წარმოვადგინეთ თავისი მტკიცებულებებით, ამიტომ იყო მუდმივად რატომაც ვითხოვდით ჩვენ რომ გსურდა ყოველთვის შედარებით ხანგრძლივი ყოფილიყო პერიოდი. ეს ერთი, ეს მისასალმებელია. მეორე საკითხი, რაც ფორმატი შეიცვალა და თქვენ ამ ფორმით ხართ წარმოდგენილები და არა ისე როგორც ჩვენ ონლაინ ჩართულები, ძალიან ცუდად ისმის თითოეული სპიკერის ხმა. ეს არ არის ერთჯერადი. მათ შორის ახლა როდესაც მოხსენებას აკეთებდით, ძალიან ცუდად ისმის ჩვენთვისაც, YouTube-ში ძალიან ცუდად ისმის და მე ახლა ვიხელმძღვანელებ მოხსენებითი ბარათი და ამით წარმოვადგენ ჩემს პოზიციას, მაგრამ იქნებ სამომავლოდ ან ტექნიკური ხარვეზე გამოსწორდეს, ან მოგვეცეს საშუალება, რომ ჩვენს დავესწროთ ადგილზე სხდომებს. რაც შეეხება თვითონ სადაო საკითხს. სიმართლე გითხრათ, გაგვიკვირდა, რომ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ არაერთი შეხვედრა გაიმართა, ჩვენი პოზიციებიც გავცვალეთ, რეკომენდაციებიც მივიღეთ და თითქოს კომუნიკაციების კომისიასაც გავუზიარეთ ჩვენ როგორ ფრთხილად მუშაობთ და ამავდროულად თითოეულ სიტყვას ჩვენი ჟურნალისტები როგორ პასუხისმგებლობით ეკიდებიან, ამის მიუხედავად რომ მსგავს საკითხზე ისევ გვიწევს დღეს კომისიაში ყოფნა, ეს კანონის ახსნებასთან ერთად სხვა რამეზე მიგვანიშნებს ჩვენ, რომ არსებობს ტერმინები, რომლის გაჟღერებაც უბრალოდ არც მარეგულირებელ კომისიას და არც ალბათ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ სურთ, რომ ეს მოხდეს ეთერის საშუალებით. მათ შორის განსაკუთრებით საყურადღებო არის მაგალითად ტერმინი სინდისის პატიმრები, რომლებიც ყოველი მონიტორინგის შემდგომ არის სადაო საკითხი. და განსაკუთრებით ახლა თვალშისაცემი იყო, იმიტომ რომ თითქმის ყველა ფრაზაში სადაოდ, ასე ვთქვათ, როგორც მოსაზრება, ისე აქვს წარმოდგენილი მარეგულირებელ კომისიას. ამასთან დაკავშირებით ჯერ ზოგადი პოზიცია რომ დავაფიქსიროთ, გვგონია და მაუწყებელს უკვე ამისთვის აქვს საკმარისი საფუძვლები, რომ მარეგულირებელი კომისია იმ რეპრესიული კანონით, რომელიც არის მიღებული და ამ ცვლილებებით, რომელიც ახლახანს მიიღო ხელისუფლებამ, ცდილობს კრიტიკული მედიისგან არ ისმოდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც რეალურობას ასახავს. და მეორე, აუცილებლად ესეც გენერალური პოზიცია უნდა წარმოვადგინოთ, რომ არ შეიძლება მაუწყებელმა კონკრეტული საკითხი, მათ შორის ახალი ამბები, კონტექსტიდან განცალკევებულად გააშუქოს. და არ შეიძლება მარეგულირებელმა კომისიამაც, როდესაც განიხილავს მსგავს საკითხებს და სავარაუდო დარღვევასაც ადგენს ან მოხსნებით ბარათს ადგენს, კონტექსტი მთლიანად რაც ქვეყანაში დღეს ხდება და ზოგადად რაზეც მზადდება საინფორმაციო სიუჟეტები, ამისგან განცალკევებულად მოამზადოს. და რატომ ამბობ ამას? მე დღეს რა თქმა უნდა ძალიან დეტალებში არ შევალ, იმიტომ რომ წარმოდგენილი მაქვს ძალიან დეტალური პოზიცია წერილობითი, მათ შორის მტკიცებულებები და კომისიას ვთხოვ რომ დაეღმოს და გაეცნოს, თუმცა პირველ რიგში მინდა ზოგადად წავიკითხოთ რას ამბობს 54 მუხლის მე-5 პუნქტი და კომისიის მოხსენებით ბარათში რა არის მიჩნეული სავარაუდო სამართალ დარღვევად. კომისიის შეფასებით ის განცხადებები და განცხადების წაკითხვაში ახლა აღარ დავკარგავ დროს, აღნიშნული არის, რომ ზემოაღნიშნული მაგალითები წარმოადგენს მაუწყებლის მიერ ახალი ამბების პროგრამაში საკითხის გაშუქებას მაუწყებლის პირადი დამოკიდებულების ან მოსაზრების საფუძველზე. კერძოდ, შემდეგი ფრაზები და ჩამოთვლილი. ანუ ამას გვედავება ახლა მარეგულირებელ კომისია, რომ პირადი დამოკიდებულება არის და პირადი მოსაზრებები არის მაუწყებლის, რომელიც არის გავრცელებული. მე ამის საპირწონედ წარმოდგენილი მაქვს არაერთი მტკიცებულება იმის, რომ თუნდაც განცხადება, როგორიც არის სინდისის პატიმრები, თუნდაც განცხადება, როგორიც არის წრუმოწმეები, ტერმინი ოლიგარქი, არარსებული დანაშაული და ასე შემდგომ, ყველა მათგანზე დეტალურად მაქვს წარმოდგენილი პოზიცია, არ არის მაუწყებლის შეფასება. ეს არ არის ისეთი განცხადებები, რომლებსაც ან სოციალურ ქსელებში
ან ექსპერტების მიერ, ან საერთაშორისო დოკუმენტებში, ან საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ დასკვნებში, ან საერთაშორისო ორგანიზაციების მომზადებულ დასკვნებში, ან კომენტარებში, ან ადვოკატების პოზიციაში ამ ყველაფერს ვერ მოვისმენთ. მათ შორის მაგალითად სინდისის პატიმრები. როგორც არაერთი სტატუსი მაქვს წარმოდგენილი და რამდენიმე ნაწილად დავყავ ეს მტკიცებულებებიც. არიან მოქალაქეები, რომლებიც შეიძლება რიგით მოქალაქეებად და დამოუკიდებელ პიროვნებებად მიიჩნეოდნენ და ისინი სინდისის პატიმრებად მოიხსენებენ იმ ადამიანებს, რომლებიც დღეს მართლაც უკანონოდ იხდიან საშელს, ეს ერთი. წარმოდგენილი მაქვს ასევე მაღალი თანამდებობის პირების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების მათ შორის საქართველოს პრეზიდენტის კომენტარი და სტატუსი, სადაც ისიც ასევე სინდისის პატიმრად მოიხსენებს ამ ადამიანებს. წარმოდგენილი მაქვს ასევე საერთაშორისო დოკუმენტები, მათ შორის ევროსაბჭოსა და ევროპარლამენტის რეზოლუციები, სადაც ასევე სინდისის პატიმრად არის ეს ადამიანები მოხსენიებული. წარმოდგენილი მაქვს პირადად ჩემი პოსტი, იმიტომ რომ მეც ერთ-ერთ სინდისის პატიმარ ანდრო ჭიჭინაძეს ვიცავდი და ვიცი ეს საქმე და ჩვენც ვიცით როგორ მოვიხსენებდით უფლებადამცველები ამ ადამიანებს და ასევე წარმოდგენილი მაქვს არაერთი დოკუმენტი, სადაც ეს ადამიანები არიან მოხსენებული ამ სახელით. გარდა ამისა, თავად სინდისის პატიმარი, რომ საქართველოშიც არ გაჟღერდა პირველად და ეს არ არის ქართველების მიერ მოგონილი ტერმინი და ვიკიპედიაშიც კი იძებნება ამ სიტყვის წარმომავლობა, ესეც კი წარმოდგენილი აქვს. და ამ ყველაფრის პარალელურად მარეგულირებელ კომისიას დღეს უნდა დაგვიმტკიცოს, თუ ყოველ შემთხვევაში ასე მოხდება დიდი ალბათობით, იმიტომ რომ არ აქვს სხვა გადაწყვეტილების მოლოდინი. კიდევ უნდა დაგვიმტკიცოს, რომ ეს სინდისის პატიმარი არის მაუწყებლის მიერ მოფიქრებული ტერმინი და ასევე მაუწყებელმა ეს როგორც თავკუთარი და პირადი მოსაზრება ისე გაავრცელა. მათ შორის ანალოგიური შემიძლია ვთქვა ტერმინზე ოლიგარქი. მათ შორის ანალოგიური შეგვიძლია ვთქვა არარსებულ დანაშაულზე, ოლიგარქის პარტიაზე. ანუ გამოდის რომ მაყურებელი როდესაც უყურებს ტელეკომპანია პირველს, თურმე ეს ტერმინები ტელეკომპანია პირველიდან მოისმინა პირველად, თურმე ეს ტერმინები საზოგადოებაში არ არსებობს, თურმე ამ ტერმინებს არც ერთ დოკუმენტში არ მოიხსენიებენ და ამის პარალელურად თითოეულ მათგანთან დაკავშირებით ციტირებულად მაქვს მოყვანილი ჩემს ახსნა განმარტებაში, სად და როგორ არის ეს ტერმინები გამოყენებული. მათ შორის ასეთი არის 2024 წლის 9 ოქტომბრის რეზოლუცია დემოკრატიული უკუსლისა და პოლიტიკური პლურალიზმის საფრთხეების შესახებ. ეს არის რეზოლუცია, რომელიც მიიღო უმაღლესმა ორგანომ, ევროსაბჭომ და ევროპარლამენტმა. ანუ საერთაშორისო დონეზეც კი აღიარებულია ეს ტერმინები. მათ შორის 2026 წლის მარტის რეზოლუცია პოლიტპატიმრების შესახებ. როდესაც გვეუბნება რეგულირებელი კომისია და სავარაუდო დარღვევას ხედავს ამაში, რომ თურმე ტერმინი პოლიტპატიმარი ტელეკომპანია პირველის ეთერით გაჟღერდა პირველად, კი, ახლა შეიძლება პასუხში მითხრათ, რომ ეს არ გვიწერია არსად, რომ პირველად გაჟღერდა, მაგრამ როდესაც თქვენ მეუბნებით, რომ ეს არის ტელეკომპანია პირველის პოზიცია და მე გიმტკიცებთ, რომ ვიძე ტელეკომპანია პირველი ამას გააჟღერებდა, ამას რესპონდენტებიც საუბრობდნენ, მოქალაქეებიც საუბრობდნენ, ორგანიზაციებიც, საერთაშორისო ორგანიზაციებიც და ასე შემდგომ. ამის პარალელურად რომ კიდევ ეს თითქოს ტელეკომპანია პირველის პოზიცია არის, ისე არის შეფუთული, კი, რა თქმა უნდა, გგონია რომ კონტექსტიდან განყენებულად და ძალიან ვიწროდ უყურებს ამას მარეგულირებელ კომისია. ასევე ვენეციის კომისიის დასკვნა გვაქვს, სადაც პირდაპირ წერია ისევე როგორც ეუთო ოდირის დასკვნაში. ოლიგარქი, ოლიგარქის პარტია, სანქციები, პოლიტპატიმრები, მათ შორის მზიამაღლობელი არის პირდაპირ სახელი და გვერდით მოხსენებული როგორც პოლიტპატიმარი, სინდისის პატიმრების საუბარია ამ ყველაფერზე და ამის პარალელურად ამტკიცოს კომისიამ ის, რომ თურმე ეს გაჟღერებული ფრაზები არის მხოლოდ და მხოლოდ ტელეკომპანია პირველის პოზიცია, ну, არ ვიცი, ხა ეს მაშინ უფრო რაღაც სუბიექტურ განზრახვას უფრო გავს, ვიდრე საქმის ობიექტურ განხილვას. მათ შორის 2026 წლის იანვრის მოსკოვის მექანიზმის ამოქმედება. მაშინ რისთვის იქნება ეს ანგარიშები? თუ საზოგადოებამ ეს არ წაიკითხა, თუ მას საზოგადოებას დავუმალავთ. როდესაც აწვდის ინფორმაციას კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით მაუწყებელი თავის მაყურებელს, არ შეიძლება ისე ვიწროდ უყურებდეთ ამ საკითხს, რომ აი მხოლოდ ამ საკითხს რაც ეხება ზუსტად ის ფაქტი უნდა გაჟღერდეს. აქ მთლიანი კონტექსტი არის აუცილებელი. მათ შორის გადაწყვეტილებები, რომლებიც არსებობს თუნდაც საერთო სასამართლოების მიერ და თუნდაც მარეგულირებელი კომისიის მიერ, იქ არაერთხელ არის აღნიშნული, რომ იქნებ კონკრეტულ წუთს
ეს ადამიანი მხოლოდ ამ გადაცემას უყურებს და ამიტომ იქიდან ხომ უნდა მიიღოს ობიექტური და სრულყოფილი ინფორმაცია. თუ ამ ადამიანს არ ვეტყვით რა არის მოყვანილი ამ რეზოლუციაში, თუ ამ ადამიანს არ ვიტყვით რომ კონკრეტული სახელმწიფო თუ პიროვნება ოლიგარქად არის მოხსენიებული, რომელიც შეიძლება სხვა კონტექსტშიც იყოს გამოყენებული, თუ ამ ყველაფერს არ ვეტყვით მაყურებელს, მაშინ რა გამოდის, რომ სიუჟეტებში ყველა მტკიცებულება უნდა ვაჩვენოთ, აი ეს ახლა მე რასაც წარმოგიდგენთ, ეს ყველაფერი უნდა დავანახოთ, დოკუმენტები ვაჩვენოთ და ამის შემდგომ უნდა გამოიყენოს მაუწყებელმა ან ჟურნალისტმა კონკრეტული ტერმინი, ანუ გამოდის, რომ სიუჟეტი უნდა იყოს არ თითო 20 წუთიანი, მაშინ ამას გთხოვს მარეგულირებელი კომისია. და თუ ამას არ გთხოვს, მაშინ არაერთხელ გავაჟღერეთ და არაერთხელ ვიყავით სამუშაო შეხვედრაზეც, რომ მაშინ რა არის ის სტანდარტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს მაუწყებელმა და მაშინ რა არის ის რაღაცა ჩარჩო, რომელსაც უნდა გაყვეს ჟურნალისტი. მათ შორის ასევე ევროკავშირის საბჭოსა და კომისიის დასკვნები, Amnesty International-ის მომზადებული როგორც ახალი დასკვნა, ისევე ძველი დასკვნა და მათ შორის ის, რასაც ჟურნალისტი საუბრობს, ალბათ არის მიათედი იმ ყველაფრის, რასაც ჩვენ ამ დასკვნებში ვკითხულობთ და თუ აქ საუბარია იმაზე, რომ თურმე მაუწყებელს აქვს ბოროტი განზრახვა, რომ ვინმეს დისკრედიტაცია განახორციელოს. თუ აქ მაუწყებელს აქვს სურვილი, რომ მისი სუბიექტური პოზიციები წარმოადგინოს. თუ მაუწყებელს იმის სურვილი აქვს, რომ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას მიეკუთვნოს თვითონ და რომელიმე დაჩაგროს. ასეთ შემთხვევაში მაშინ სრულყოფილად და თუ არ წარმოადგენს. იმიტომ რომ ეს არის კონტექსტი, რაც აუცილებელია სიუჟეტისთვის. და გარდა ამისა, რაც ეს რეზოლუციები და დასკვნები მაქვს წარმოდგენილი, ასევე მაქვს არაერთი სტატია მოყვანილი მათ შორის სხვადასხვა მაუწყებლის მიერ, მათ შორის ისეთები, რომელიც ონლაინ მედიის მიერ არის მომზადებული, ისეთები, რომლებიც წარსულშიც არის მომზადებული და ახლა მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და რატო ის საჩვენებლად, რომ ის კი არა, რომ აი თუ დარღვევა არის თურმე სხვაც არღვევს, არა, არც ერთი არ არის დარღვევა. ამას წარმოგიდგენთ, იმიტომ რომ დაინახოთ კონტექსტი. იმიტომ რომ ეს აზრი, რომ კონკრეტული პიროვნება არის ოლიგარქი, ის შეფასება, რომ ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები, რომლებიც შეფასება შეიძლება დარჩენილი იყო თუ ამას გააკეთე და 1, 2 და 3 ადამიანი, მაგრამ დღეს უკვე ფაქტად არის მოცემულობა და ამდენმა საერთაშორისო დოკუმენტმა, რომელსაც სისხლის სამართალში და სამოქალაქო სამართალშიც კი აქვს პრეიუდიციული ძალა, თურმე მარეგულირებელი კომისია საერთოდ არ უყურებს და უყურებს მხოლოდ იმ 30 წამიან სიუჟეტს, რასაც ამზადებს ტელეკომპანია პირველი და მორჩა, აი ზუსტად იმ 30 წამში რაც ჩანს, ის არის მხოლოდ ყველაფერი და ჩვენ როგორც გითხარით, იმის გამო რომ ამას სამწუხაროდ აქვს განმეორებითი ხასიათი უკვე, იმის გამო რომ არ აქვს არც შეხვედრას რაღაც შედეგობრივი თვალსაზრისით ცვლილება და ის რომ კვლავ ერთი და იმავე არგუმენტებზე არის მითითება მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, ჩვენ არ გვაქვს იმის მოლოდინი, რომ დღესაც ობიექტური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, მათ შორის არც იმის მოლოდინი გვაქვს, რომ ხვალდაზე ანალოგიურად არ მოიქცევა მარეგულირებელი კომისია, თუმცა დღეს ზეპირ სიტყვერთან ერთად მტკიცებულებები გვაქვს წარმოდგენილი და გთხოვთ თქვენს გადაწყვეტილებაში, როდესაც მიიღებთ გადაწყვეტილებას თითოეულ მტკიცებულებასთან დაკავშირებით იმსჯელოს მარეგულირებელმა კომისიამ, მათ შორის პოზიციებთან მიმართებით, შეაფასოს თითოეული სამართლებრივი დასკვნა, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს ახლა და აქედან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. კი ბატონო. ბატონო ნოტარ, დაგვეთანხმეთ ხმის ჩართვაზე. ისმის ჩემი ხმა, იმიტომ რომ თქვენი ხმა ძალიან ცუდად. ეხლა ისმის, დიახ, გისმენთ. კეთილი. ძალიან ცუდია ზოგადად, როდესაც მარეგულირებელი კომისია ასე იზოლაციაში მართავს ხდომებს, როდესაც საქმე ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის თემებს და ალბათ ეს პრაქტიკა უნდა დაასრულოთ, იმიტომ რომ ამ განხილვებზე უნდა ესწრებოდნენ იზოლირებულად არ უნდა იყოს ეს განხილვები, არა მხოლოდ მედიის წარმომადგენლები, არამედ დაინტერესებული მხარეები, იმიტომ რომ თქვენ გადაწყვეტილებებს იღებთ არა თქვენი კონკრეტული პირადი საფუძვლით, არამედ თქვენ კონკრეტულად გადაწყვეტილებებს იღებთ საქართველოს სახელით და საქმე ეხება ამ შემთხვევაში ნაციონალურ მაუწყებელს. მარეგულირებელი კომისია არის ცენზორი, იმიტომ რომ სხვა ახსნის მოძებნა შეუძლებელია ბოლო მოხსენებითი ბარათისათვის,
რომელიც თქვენგან შემოვიდა ჩვენს ტელევიზიაში. მე, როგორც ახალი ამბების სამსახურის ხელმძღვანელი, საერთოდ აზრს ვეღარ ვხედავ თქვენთან შეხვედრაზე, საუბარს, მსჯელობას, ეს გავითვალისწინოთ, ის როგორ გავაკეთოთ, ეს როგორ გავაკეთოთ, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ კონკრეტული დღის წესრიგი, რომელსაც მიყვებით, რომ ტელევიზიებს, თავისუფალ ტელევიზიებს დაუწესოთ შეზღუდვები, ფინანსური სანქციები, წნეხი თუ ასე შემდეგ. იქიდან გამომდინარე, რომ მოახდინოთ ცენზურა კონკრეტული ტერმინების. თქვენს მოხსენებით ბარათს ვინც ნახავს, ძალიან ცხადად ჩანს. თქვენ გაქვთ გამოცხადებული ბრძოლა სამ ტერმინთან: სინდისის პატიმარი და ოლიგარქი, უბრალოდ ორი ძირითადი ტერმინი არის, რომელზეც თქვენ გაქვთ ამ შემთხვევაში ბრძოლა გამოცხადებული. თქვენი ამ პოლიტიკის დამსახურება გუში რო ყველა თქვენგანის შესახებ ევროპარლამენტის ძალიან მნიშვნელოვან ანგარიშში ევროკომისიას მოსთხოვეს თქვენი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის წევრების დასანქცირება. დასანქცირება ევროკავშირის მთავარმა საკანონმდებლო ორგანომ ევროკომისიას მოსთხოვა, რომ უნდა დასანქცირდესო. ეს არის თქვენი პოლიტიკის შედეგი, რომელსაც თქვენ ეწევით და ძალიან საინტერესო არის ამით დარტყმის ქვეშ აყენებთ მარტო თავისუფალ მედიას კი არა, სატელეკომუნიკაციო ბაზარს მთლიანად, იმიტომ რომ თქვენ არეგულირებთ არა მხოლოდ ტელემაუწყებლების საქმიანობას, თქვენ არეგულირებთ მთლიანად სატელეკომუნიკაციო ბაზარს და ერთ-ერთი საკითხი რომ მქონდათ ახლა გამოტანილი ლიეტუარ კომპანიასთან უნდა გაგრძელებინათ თუ არა თანამშრომლობა ამ შემთხვევაში მობილური ტელეფონების პორტირების პროგრამის ლიცენზიასთან დაკავშირებით. ამით მიხვალთ იმ მდგომარეობამდე, რომ ევროპული კომპანიები საერთოდ გაწყობენ თქვენთან თანამშრომლობას, იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ხართ ინიცირებული, რომ საერთოდ არ მეცინება, ეხლა ერთ-ერთი ახალგაზრდა რომ იცინის, მან რომელთანაც სხვათა შორის შეხვედრა. სასაცილო არ არის. თქვენ ხართ ცენზური. და გინდათ რომ ეთერიდან მოხსნათ ტერმინი სინდისის პატიმარი. მიპასუხოს ბატონმა თავმჯდომარემ ახლა საჯარო სხდომაზე, რა შემთხვევაში აქვს ტელევიზიას უფლება გამოიყენოს ტერმინი სინდისის პატიმარი. გისმენთ? ბატონო და თქვენი ხმა არ ისმის და იქნებ ტექნიკურმა სამსახურმა აუწიოს. ეხა გესმით? ძალიან ცუდად ისმის. გესმით ხმა? ისმის, მაგრამ ძალიან ცუდად. არა უშავს, თავარია გესმით და შინაარს გამოიტანთ. გავიდეთ თქვენი მოსაზრებები, ხა ძალიან გთხოვთ ემოციებისგან თავი შეიკავეთ ხა და თქვენი გადაცემა არ არის კომისიის ხდომა, ამიტომ საკითხზე თუ გაქვთ რამე სასაუბრო, საკითხის ირგვლივ საკითხზე რომ საუბრობ და კითხვით რომ მოგმართეთ, პასუხი გამეცით თუ შეიძლება. რა შემთხვევაში შეიძლება საინფორმაციო სამსახურმა გამოიყენოს ტერმინი სინდისის პატიმარი? გისმენთ? ბატონო და არაერთგზის განგემართათ ეს თქვენ. არაერთგზის შეხვედრა. თქვენ განმიმარტეთ ღიას ხდომაზე კომუნიკაციის, იმიტომ რომ განმემართა და რომ ველაპარაკეთ თქვენ წარმომადგენელს, რომელიც ეხლა მანძის და ირონიულად იცინის. მაინტერესებს ეხლა მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარე განმიმარტოს სინდისის პატიმარი ტერმინი და პოლიტიკური პატიმარი საინფორმაციო გამოშვებებში რა შემთხვევაში შეიძლება იყოს გამოყენებული. თქვენს მიერ წარმოდგენილ პოზიციაზე ვისაუბრებ და თქვენს მიერ წარმოდგენილი პოზიცია ის რომ ეს არის თითქოს და სადღაც აღიარებული ვიღაცამ გამოიყენა და ამიტომ ეს გაძლევთ ლეგიტიმაციას რომ ეთერში გამოიყენოს გავსი ტერმინები პირდაპირ არის კანონისთვის გვერდის ავლის საშუალება. აი ეს არის განმარტება. დანარჩენი დეტალურად არაერთგზის განგემართათ. ამიტომ ეხა კიდევ ერთხელ თუ საკითხთან დაკავშირებით გააქვთ რაიმე უშუალოდ განსახილველ საკითხთან მიმართებაში სათქმელი თქვით თუ არა და შეგვიძლია დავასრულოთ ამით საუბარი. სინდისის პატიმარი ტერმინი რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს საინფორმაციო სამსახურმა? ნუ არიდებთ ჩემს კითხვას თავს, მიპასუხეთ პირდაპირ. საინფორმაციო სამსახურმა რა შემთხვევაში შეიძლება გამოიყენოს ტერმინი სინდისის პატიმარი? თქვენ რა გონიათ სინდისის პატიმარი ტერმინი რა შემთხვევაში გამოიყენება? საერთაშორისო მედია რაზე დაყრდნობით იყენებს მაგალითად სინდისის პატიმარს ტერმინს მითხარით აბა? მადლობა ბატონო თავმჯდომარე. სანამ განმარტებას გავაკეთებ, პატარა კომენტარი მინდა თქვენის ნებართვით გავაკეთო, იმიტომ რომ სავარაუდოდ რახან ეს ბატონი ნოდარი სხდომას უყურებს
ონლაინ და კადრში ჩანდა ჩვენი მხარე და საუბრობდა წარმომადგენელზე, რომელიც მასთან შეხვედრებს ესწრებოდა და რაღაც თითქოს ირონიულად იცინოდა. დიდი ალბათობით ეჭვი მაქვს, რომ მე მგულისხმობდა აქედან გამომდინარე ამ საკითხზეც კი ბატონო მიდასტურებს ბატონი ნოდარი, მადლობა. ასევე ბატონი თორნიკეს მოსაზრებებთან დაკავშირებითაც მინდა პატარა კომენტარი გავაკეთო. ბატონ თორნიკეს რაშიც დავეთანხმები, მან დაიწყო მისი გამოსვლა, რომ მისთვის მოულოდნელი იყო ეს მოხსენებითი ბარათი და ნამდვილად ამაში ვემთხვევით ჩვენ, ჩემთვისაც მართლა მოულოდნელი იყო. როდესაც დარღვევის შესახებ მოვიდა მოხსენებითი ბარათი, იმიტომ რომ მეც ზუსტად იგივე განცდა მქონდა, რომ ჩვენ თითქოს ვისაუბრეთ ამ თემებზე, კომისიის პოზიცია გავაცანით სამუშაო შეხვედრებზე. მე არ მქონია ცხადია ილუზია ამ შეხვედრებიდან გამომდინარე და არ შეიძლება ალბათ მქონოდა, რომ რაღაც მაუწყებელს თუ აქვს რაღაცა გადაწყვეტილი, თვითონ თავისი რაღაც ხაზი აქვს, იმ ხაზს შეიძლება ამ სამუშაო შეხვედრის შედეგად გადაუხვეს, მაგრამ მინიმუმ ის განცდა დამრჩა და ის მოლოდინი მქონდა, რომ მაუწყებლისთვის კომისიის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით იყო ცხადი და იყო გასაგები. არა მარტო ამ სამუშაო შეხვედრებიდან გამომდინარე, კომისიის რამდენიმე უკვე ალბათ შეიძლება ითქვას 10-მდე თუ მეტი არა გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, როგორ უყურებს კომისია ამ საკითხს. ეს არ არის რაღაცა საკითხი, რომელიც შეიძლება იდენტური იყოს წინა საკითხებისა. პირდაპირ ერთ-ერთშიც კი ემთხვევა რაღაცა ტერმინები, რომელზეც კომისიას უკვე აქვს დამსჯელი, თავისი კონტექსტის, თავისი სისტემურობის გათვალისწინებით, რატო ჩათვალა, რომ ეს საკითხები, ამის ესე გაშუქება იყო მაუწყებლის მიერ პირადი დამოკიდებულების საფუძველზე საკითხის გაშუქება. ამაზე არის სხვანაირად კომისიამ თუ რამეზე არსებობს კომისიის ხედვა, ცალსახა და ნათელი, ეს შეიძლება თქვენ ამას რა თქმა უნდა, ეს თქვენი უფლებაა, ეთანხმებოდეთ ან არ ეთანხმებოდეთ, მაგრამ კომისიას ცალსახა ხედვა აქვს ნამდვილად ამასთან დაკავშირებით და ეს არ არის მარტო ზეპირი, ეს არ არის მარტო სამუშაო შეხვედრებზე გამოთქმული, ეს არის დოკუმენტებში, სამართლებრივ აქტებში ასახული და ძალიან კარგად ჩანს კომისიის ხედვა. თქვენ გაქვთ უფლება, რა თქმა უნდა, რომ არ მოგწონდეთ ეს კანონი, ეს თქვენი სრული უფლებაა, მაგრამ ამავდროულად კომისიას აქვს ვალდებულება, რომ აღასრულოს ეს კანონი და ამ კანონს კომისია როგორ კითხულობს და როგორ უყურებს, ეს როგორც თქვი, არის უკვე თქვენთვის კარგად ცნობილი და ეს კომისიის გადაწყვეტილებებიდან ნათლად იკითხება. აქედან გამომდინარე მე მართლა ვერ ხვდები, ანუ ამაზე საუბარი დღეს თუ მოგვიწევდა, ამის მოლოდინი არ მქონდა. მაგრამ რა ვიცი, ეს თქვენი უფლებაა, რა თქმა უნდა, თქვენ როგორც გინდათ შეგიძლიათ საკითხს წარმოაჩინოთ და თქვენი პოზიციონირება მოახდინოთ ისე, როგორც ამას თქვენ გადაწყვეტთ. ამიტომ მე არ მეგონა, არ ვაპირებდი ამ საკითხის უკვე სიღრმეში შესვლას, რომ აი ამ ტერმინებთან დაკავშირებით რა როგორ გავაკეთოთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, გადაწყვეტილებებში ჩანდა სამუშაო შეხვედრებზეც უფრო დეტალურად გავიარეთ. ახალ ამბებში მაუწყებელმა გამოიყენოს და როგორ შეიძლება გამოიყენოს. ჩვენ ამაზე არაერთხელ ვთქვით, რომ ეს ამას უნდა კონდეს თავისი კონტექსტი. მაუწყებელი ან ბატონი თორნიკე რასაც ბრძანებდა აქ ეს არ იყო ნამდვილად ამასაც იტყვითო თქვენ რომ ესეთი რაღაც არ იყო და კი ნამდვილად ვიტყვით რომ ანუ არ ვამბობთ ჩვენ მოხსენებით ბარათში და აპარატი არ ამბობს რომ ეს არის პირველად ტელეკომპანია პირველის ეთერში ითქვა და ეს მანამდე არ თქმულა. მაგრამ ეს არ ამსუბუქებს ამ საკითხს. აქ საკითხი მდგომარეობს შემდეგში, რომ მუხლის დისპოზიცია არის ისეთი, რომ მაუწყებელმა საკითხი საკუთარი დამოკიდებულების საფუძველზე არ უნდა გააშუქოს. ეს დამოკიდებულება შეიძლება მას კონდეს 2 წელი, 5 წელი, 10 წელი, 2 თვე, 1 თვე. ამიტომ პირველად ამის გახმოვანებაზე არ არის საუბარი. არის საუბარი, რომ აქედან ჩანს თუ არა მაუწყებლის დამოკიდებულება და მაუწყებლის დამოკიდებულება, როდესაც არის რაღაც საკითხი, რომელიც არის საზოგადოებრივი დისკუსიის და აზრთა სხვადასხვაობის და მსჯელობის საგანი, ამ საკითხზე მაუწყებელი ცალსახად იჭერს რომელიღაც მხარის, არა აქვს მნიშვნელობა ამ შემთხვევაში რომელი მხარის, არც ერთის არ უნდა დაიჭიროს. მაუწყებელი უნდა იყოს მედიუმი, ნეიტრალური, განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში და ამაზე ბევრჯერ გვილაპარაკია, ხანდახან მწვენია კიდეც ამაზე საუბარი, იმიტომ რომ მედია ხარ თქვენ და მე კიდე ერთხელ სამუშაო შეხვედრებზე ბევრჯერ მithქვამს და დღესაც დაგიდასტურებთ, რომ არ ვარ თქვენზე დაბალი შეხედულების და არ მგონია რომ ამ ანიბანიზე უნდა ვლაპარაკობდეთ, იმიტომ რომ მგონია რომ თქვენ ეს ძალიან კარგად გესმით, იმიტომ რომ მე მაღალი შეხედულების ვარ თქვენზე. აქედან გამომდინარე ეს მედიის როლი და ფუნქცია განსაკუთრებით
განსაკუთრებით საინფორმაციო გამოშვებებში არ არის რომ რომელიღაცა მხარის პოზიცია დაიჭიროს. თუ რომელიღაცა მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარის აქვეყნებს, რა თქმა უნდა შეუძლია მაუწყებელს რომ დღეს თუ იყო ეს ანგარიში გუშინ თუ იყო ან გუშინ წელს ეს არის მიმდინარე ამბავი და აშუქებს მან თქვას რომ მაგალითად ევროსაბჭომ მიიღო ესეთი რეზოლუცია სადაც აი ამ პირებს უწოდა სინდისის პატიმრები ვიღაცამ აი ამ ევროპარლამენტარმა თუ რაღაცა განაცხადა ეს მაგრამ თქვენ როდესაც ამის წყაროდ უთითებთ 2025 წლის სექტემბერში ოქტომბერში რაღაცა ერთი წლის წინ მომხდარ ამბებს და ამას იმიტომ აკეთებთ რომ თითქოს წყარო ეს არის და თან ესეც მოგაქვთ მხოლოდ და მხოლოდ კომისიის სხდომაზე და შესაპასუხებლად ეს რა თქმა უნდა არ ჩაითვლება რომ სწორი გამოყენება ამისი და ამ ნორმის შესაბამისი ქმედება. ამიტომ ეს პოზიცია ჩვენგან არაერთხელ იყო გახმოვანებული უფრო დეტალურადაც მე გამიჭირდება ხა იმიტომ ეს არ არის ეს ფორმატი სადაც მე შეიძლება ეხა აქ რაღაცები უფრო ვცლად განმარტო იმიტომ რომ ამისთვის ქონდა ჩვენ შესაძლებლობა და მეგონა რომ გულწრფელად მართლა გულწრფელად ვთვლიდი რომ რაღაცა ის შეხების წერტილებს ვიპოვიდით. ნუ სამწუხაროდ რაც არის ეგ არის მაგრამ სტანდარტი არის ეგ როგორც გითხარით. როდესაც თქვენ აშუქებთ რაღაც მიმდინარე მოვლენებს შესაბამისი წყაროს მითითებით, წყაროს ციტირებით, მასზე დათქმის გაკეთებით შეუძლია რა თქმა უნდა ახალი ამბების წამყვანს იქნება ეს თუ რეპორტიორი გააკეთოს ეს, მაგრამ იმ ფორმით და იმ სახით როგორც ამას თქვენ აკეთებთ და როგორც გააკეთეთ და როგორც არაერთხელ გაგიკეთებიათ და ამაზე კომისიის წინა გადაწყვეტილებები არსებობს, კომისიას მიაჩნია რომ ეს არის კანონის დარღვევა. თქვენ შეგიძლიათ კიდევ ერთხელ ვიმეორებ დაეთანხმოთ ამ კომისიის ამ პოზიციას, მოგწონდეთ ეს კანონი არ მოგწონდეთ, მაგრამ ეს ვერ შეცვლის იმას რომ კომისიას აქვს ვალდებულება უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონი აღასრულოს. ძალიან დიდი მადლობა. კომისია ბოროტად იყენებს უფლებამოსილებას და არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს კანონისას. დავსვი კითხვა სანამ შევალ სხვა დეტალებში. რა შემთხვევაში შეუძლია საინფორმაციო სამსახურს გამოიყენოს ტერმინი სინდისის და პოლიტპატიმრები? კითხვის ადრესატი იყო ბატონი თავმჯდომარე და თუ შეიძლება რომ იპასუხოს. ბატონო და განგემართათ დეტალურად თუ რამე ვერ გაიგეთ. კიდევ დაგიმატოთ, გინდა, ანუ ჩემგან გინდათ მოისმინოთ? განგიმარტეს დეტალურად, ძალიან დეტალურად განგიმარტეს და ისიც გითხრეს, რომ თქვენს აღქმადობაზე არ გვაქვს ესეთი დაბალი წარმოდგენა, რომ 10 ჯერ გაგიმეოროთ ერთი და იგივე. კიდევ ერთხელ თუ მაინც და მაინც ჩემგან გაინტერესებთ ეს, გითხრეს, როცა კონკრეტულ სიუჟეტში, კონკრეტულ დღეს ან უშინ ან დღეს ხდება და არა 2-3 წლის წინ რაღაც სადღაც თითქოს მოხსენიებულ დოკუმენტებში. ეს არის და განმარტებული გაქვს როგორც კომისიას და კანონის განმარტებაც გამოიყურება ასე და ჩვენთვისაც მიღებული პრაქტიკით, რომ ეს თქვენ სადღაც ვიღაცა მოდესღაც რაღაცა ტერმინი რო ახსენა და ყოველ დღე გინდათ გამოიყენო თითქოს ეს თითქოს დამკვიდრებული ტერმინია და დამკვიდრებულია ეს ტერმინი თქვენ ამკვიდრებთ ამ ტერმინს, თორემ იმან ვიღაცამ სადღაც ერთხელ გამოიყენა ეს ტერმინი. შემდგომ ამას დამკვიდრებთ თქვენ. და ეს არის კიდევ ერთხელ განგიმარტავთ კანონისთვის გვერდის ავლის საშუალება. სამწუხაროდ. მეც ვერაფერს ვერ დავამატებ ამაზე. იმედი მაქვს კომისია შემდეგ სხდომებზე ჩვენც მოგცემს დასწრების საშუალებას და ასევე დაინტერესებულ პირებს რომ ესე არ ვიყოთ მიკროფონის ჩართვა გამორთვის რეჟიმში. მღვდელმთავრების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებიდან ჩდება დღეს განცდა, რომ სინდისის პატიმრების თემაზე შიო მესამეს კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან დაწყებული აქვს. რა დავარღვია ამ ტერმინის გამოყენებით ამიხსენით? ეხლა ჩვენ ხდომა გვაქვს კონკრეტულ საკითხზე ბატონოდან. ამ საკითხზე გვაქვს თქვენი საკითხიდან არის ბატონო. სასწავლო ლექციაზე თუ გნებავთ კიდევ ერთხელ მოგიწევთ დამატებით, კიდევ ერთხელ განგიმარტავთ ამას, ოღონდ არასხდომის ფორმატში. ეხლავე შეგვიძლია შევთანხმდეთ თქვენთვის ნებისმიერ სასურველ დროს. ამიტომ დღეს კომისიის ხდომის ფორმატი ეხლა თქვენთვის რაღაც ნუ გადავიყვანთ ამას ეხლა იმაში, რომ რაღაც კომისიის ხდომის ფორმატში რაღაცები სწავლების რეჟიმი გქონდეს. ამიტომ კიდევ ერთხელ, აგერ ეხლავე გიდასტურებთ, ნებისმიერ თქვენთვის სასურველ დროს შეგვიძლია ჩვენ გამოვყოთ დრო და შევხვდეთ და კიდევ ერთხელ ვისაუბროთ ამ საკითხებზე.
თუ საკითხის ირგვლივ რამე არ გვაქვს კიდე სასაუბრო, შეგვიძლია ამითი დავასრულოთ, ან კიდევ თუ გაგვაქვს დასამატებელი, მაშინ საკითხის ირგვლივ დაამატეთ. ლექციების წაკითხვა თქვენგან ნამდვილად არ მჭირდება. ერთი, მეორე. ჩვენ საუბრობთ საკითხის ირგვლივ და ეს არის ამონარიდი თქვენი მოხსენებითი ბარათიდან, რომელსაც ახლა განიხილავთ. აქედან გამომდინარე, ვითხოვ განმარტებას მარეგულირებელი კომისიისაგან. თქვენი მოხსენებითი ბარათის ციტატას ვკითხულობთ როგორც დარღვევის დემონსტრირებას. მღვდელმთავრების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებიდან ჩნდება დღეს განცდა, რომ სინდისის პატიმრების თემაზე შიო მესამეს კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან უკვე დაწყებული აქვს. რა დაირღვა ამ კონტექსტში ტერმინით სინდისის პატიმრის გამოყენებით? კიდე გაქვთ კითხვა? კი, მაქვს კიდევ კითხვა. მაშინ მოდი თქვენ ყველა კითხვა დასვით და მე გიპასუხებთ ერთად. არა, ჯერ მიპასუხეთ და შემდეგ დავსვათ. აი ხა თქვენ აქ ფორმატს არ ადგენთ, ვინ როდის უნდა გიპასუხოთ, ამიტომ თქვენ დასვით ყველა კითხვა, რომელიც გაქვთ საკითხის ირგვლივ, ამიტომ მე გიპასუხებთ ერთიანად. თქვენ მოვალეობას წარმოადგენს კითხვებზე პასუხის გაცემა და როდესაც გეკითხებით, კითხვებზე პასუხს არ ვარიდებთ, კითხვებზე პასუხს თავს არ ვარიდებთ და ამას მე კი ბატონო, დავსვი კითხვა და მიპასუხეთ. საკითხის ირგვლივ დასვით. ჩვენ არ ვართ კითხვა პასუხის რეჟიმში. საკითხის ირგვლივ არის ბატონო, თქვენი მოხსენებითი ბარათი და თქვენ დარღვევად მიიჩნევთ ყველა კითხვა დასვით, რომელიც გაქვთ მღვდელმთავრების აბსოლუტური და გიპასუხებთ სათითაოდ ყველა კითხვაზე. კი ბატონო, საკითხის ირგვლივ სვავ კითხვას, რომელიც არის თქვენს მოხსენებით ბარათში. მღვდელმთავრების აბსოლუტური უმრავლესობის განცხადებებიდან რჩნდებოდა განცდა დღეს, რომ სინდისის პატიმრების თემაზე შიო მესამეს კონსულტაციები ქართულ ოცნებასთან უკვე დაწყებული აქვს. რა დაირღვა ამით? ამოწურეთ საკითხის ირგვლივ კითხვები? საკითხის ირგვლივ არის თქვენი მოხსენებითი ბარათიდან არის ეს. არა, სხვა რამეს გეკითხებით. საკითხის ირგვლივ მეტი კითხვა არ გაქვთ? არა, რა თქმა უნდა, მაქვს. აი, ხო და აი რო გაქვთ? მაშინ დასვით ყველა კითხვა, რომელიც ჯერ ამ კითხვას მიპასუხეთ და შემდეგ დავსვავ დანარჩენ. ბატონო ნოდარ. შევთანხმდეთ, რომ არ ვართ კითხვა-პასუხის რეჟიმში. ამიტომ საკითხის ირგვლივ არა, ჩვენ ვართ საკითხის განხილვაზე. კი. ჩვენ ვართ საკითხის განხილვაზე. თქვენ იხილავთ ტელეკომპანია პირველის თქვენი შეფასებით ჩადენილ დარღვევას. გიკითხავთ ამ დარღვევას და ვითხოვ განმარტებას. განმარტების გაკეთებაც არ გინდათ? ამიხსენით რა არის? განმარტება გაგიკეთეთ, არა ერთ გზის. უბრალოდ თქვენ არ გინდათ ახლა ეს გაიგოთ. ამიტომ კიდევ არანაირი ახსნა არ ყოფილა, იმიტომ რომ ეს მოხსენებითი ბარათის შემდეგ საერთოდ არ ქონია თქვენთან კომუნიკაცია. აქედან გამომდინარე, თქვენს მოხსენებით ბარათში მითითებულ ფრაზაზე თხოვთ რომ მიპასუხოთ. გიპასუხებთ. აუცილებლად ყველა კითხვაზე მიუხედავად იმისა, რომ არაერთგზის გიპასუხეთ და თუმცა თქვენს მიერ შემოთავაზებული ფორმატი არ არის ეს დღეს კომისიის საკითხის განხილვის ფორმატი. ამიტომ თუ თქვენ კომისია საკითხს განიხილავს, თუ თქვენ აღნიშნულ საკითხს გაქვთ ხოლმე თქვენს მიერ მომზადებული მოხსენებითი ბარათიდან არის ბატონო ეს ფრაზა. მაინტერესებს თქვენ ამბობთ რომ მე დავარღვი ამ ფრაზის გამოყენებით ახალი ამბების სამსახურის ჟურნალისტმა ამ ფრაზის გამოყენებით დაარღვია მაუწყებლის შესახებ კანონი. გეკითხებით რა დაიწყო? ბატონო ნოდარ, ამ საკითხის ირგვლივ, განსახილველი საკითხის ირგვლივ, გაქვთ თუ არა კიდევ კითხვა? თუ არ გაქვთ მეტი კითხვა, მე ამ კითხვაზე თქვენ გიპასუხებთ, ან გიპასუხებთ შესაბამის სამსახური და ამით მოვრჩებით საკითხის განხილვას. თუ გაქვთ კიდევ შემდგომი კითხვები, მაშინ დასვით ყველა კითხვა ერთად და გიპასუხებთ შეიძლება რამოდენიმეზე ერთიანად ან ცალ-ცალკე. და შევთანხმდეთ ახლა ამაზე და უკამათობთ სხდომის ფორმატზე. თუ გაქვთ კიდე კითხვები, დასვით ეს ერთი კითხვა გავიგეთ. კიდე რაც გაქვთ კითხვები, ბატონო თავმჯდომარე, თქვენს მიერ წარმოქმნილი არის 7 დარღვევა ერთ მოხსენებით ბარათში. იმისთვის რომ ჩვენ გქონდეს სრულყოფილი ინფორმაცია, თუ შეფასების დროს, როდესაც დარღვევას ადგენს რეგულატორი, რა პრინციპით ხელმძღვანელობს და როგორ, უნდა განვიხილოთ ეს პუნქტობრივად. იმიტომ რომ თქვენ ხომ 7 დარღვევა შეაფასეთ ამ შემთხვევაში მონიტორინგის დროს. შესაბამისად მივყვეთ და განვიხილოთ პუნქტობრივად. ეს არის ერთი, შემდეგ გადავიდეთ მეორეზე, მესამეზე, მეოთხეზე და ასე გადავჩავიაროთ ყველა დარღვევა, რომელიც თქვენს მოხსენებით ბარათში კიდევ ერთხელ გჭირდებათ 7-ვე საკითხი განმარტება, ხო? ხო ასე გავიგე. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ არა ეს საკითხი არავის არ განუმარტავს. გავიგეთ. ოღონდ არა ისეო, რომ კითხვა-პასუხის ეხლავე კიდევ ერთხელ გაგიმეორებენ, რახან ვერ გაიგეთ 7-ვე საკითხთან დაკავშირებით. მივყვეთ პუნქტობრივად კომისიის პოზიციას.
კი ბატონო, მოხსენებითი ბარათის ბოლოში წერია რა არის დარღვეული და ყველა ეს დარღვევა არის ერთგვაროვანი და დარღვეულია მაუწყებლობის შესახებ კანონის 54 მუხლის მე-5 პუნქტი, ვინაიდან ამითი ამ ფრაზების და შესაბამისად გადაწყვეტილებაშიც კიდევ უფრო დეტალურად იქნება გაწერილი. ამაზე მეტ დეტალებში შესვლა, მე ვფიქრობ, არ არის საჭირო. კარგი, პოზიციები მოსმენილია, ხო? მე მგონი თუ კიდევ უნდა მოусმინოთ. პოზიციები მოსმენილია, ამიტომ გადაწყვეტილებას გამოვაცხადებთ უკვე ერთ კვირაში შემდგომ ხუთშაბათს. 25 ივნისს. კარგით, განხილული. ამით დღეს განსახილველი საკითხები ამოწურულია, სიტყვა შეიძლება დავასრულოთ. მადლობთ.